აი ესეთი სიტუაცია არის და აქ უნდა ვიმუშაო ახლა მე. მოკლედ, არაფერს არ გავსო რო იტყვი. აი ეგრე არის დაუდირე. შეხედეთ რა საგავს ჩაულებრივ. კედლის მდგომარეობაც თითები ეტევა ისია გახეთქილი. ჭერის მდგომარეობაც საამაყოთ არის მოკლედ. რა ვიცი. უნდა გავალამაზო, მივეხმარო ამ ოჯახის უფროს ესე ვთქვათ. ძალიან ხელმომჭირეთად ცხოვრობს როგორც ჩანს. არა აქვს სხვა ვარიანტი, თორე თავისთვისაც გაიქნებოდა და აი ესეთი სიტუაცია არის მოკლედ რა ვიცი. კედლები სუდე და აქნადირები რა. და აი იქ რო გამოიყვან ამ კედელს ყველაზე რო აქ გამოსაყვანი იმენა მაგარი რამე არა. აი კიდე აბანო უნდა გავაკეთო ჩემო კეთილო ადამიანებო, ჯერ ეს ნახეთ რა არის და რო დასრულდება მერეც ნახავთ რა იქნება. მალადეც მე რა გული მაქვს რა მოკლედ. ჩემპიონი. რა ვიცი, გული შრომა თუ არ გამოვიდა, კიდე არა უშავს. ძალიან ბევრი არის საქმე. თან თანხა არა აქვს ამ კაცს საკმარისი, რომ დამეხმაროს დამიდგას გვერდშიც სიერად. ვერა, სულ მე უნდა შევიჭრა ხელი, ნახოთ რა გამოვა. მოკლედ, კეთილო ადამიანებო, აი ესეთი სიტუაცია გვაქვს. გაკეთდა აქ აბანო. ხუთკუთხედი ოთახი რო იყო, ესე ვთქვათ. აი ესეთნაირი გამოვიდა. აი ესე გოხდათ არის, რა ვიცი, მე მგონი მოგეწონებათ. სულ თავიდან ბოლომდე კარგად არის გაკეთებული წყლები. ეს პროსტა სხვა რაღაცა მოხდა, უჩქენი ფეხებით შემოგვივიდა სტუმარი და წყლებს տեսთავდით, ეს ცოტა დიდი დუშია და კეთიკით მოვასხით ესე ვთქვათ და დაეთყო დაფეხურები. ეს არის საძინებელი, რა თქმა უნდა პაწაწუნა არის, შვალერია ჩამოსაკრავი. ლამინატი დაგებულია, გამზადებული ყველაფერი, კუთხეები ლამაზად. ეს გადამყვანიც გოხდათ დაჯდა მეტლახიდან კაფელზე. კუხნაც სიტუაცია დაუკიდეთ, სასაშენებელი არ იყო, ჩვეულებრივი კუხნა არის. აქ დაყენდება გამწოვი გაზის ზემოთ. ეს პატარა კუთხის მაგიდაც რა თქმა უნდა შეიძინა.